ტურიზმისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი აქტიურ ფაზაშია. ქვეყანა ათასობით საერთაშორისო და ადგილობრივ ვიზიტორს მასპინძლობს. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობა, არამედ ის თუ რას თავაზობს საქართველოს სტუმრებს, როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს კულტურას, კულინარიულ ტრადიციებს, რეგიონებსა და ავთენტურ გამოცდილებებს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა მზის კარმა, რომელიც ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის ფინალისტებს შორის მოხვდა. პროექტი ევროპის საუკეთესო ინიციატივებთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც კულტურული და გასტრონომიული ტურიზმის საინტერესო მიმართულებას. როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი, რა მოლოდინებია და რა გეგმები აქვს ქვეყანას ეკონომიკის ამ მნიშვნელოვანი სექტორის განსავითარებლად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფება დილიდან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ქალბატონო მაია, დავიწყოთ საუბარი, რა თქმა უნდა, მზის კარით, რომელმაც საერთაშორისო აღიარება და წარმატება უკვე მოიპოვა და კიდევ უფრო დიდი წარმატების მოლოდინშია. საინტერესოა რა იქნება გამარჯვების შემდეგ, რა შესაძლებლობებს მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ უკვე 15 მზის კარელი ყავს ჩვენ ეს პროექტი შარშან დავიწყეთ და ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით ვინ იქნებოდა ამ ქსელის, ასე ვთქვათ, წევრები. ამ ეტაპზე ყავს დაახლოებით უბრალოდ ზუსტად 15 მონაწილე და ასე ვთქვათ, რიგში კიდე ადამიანები, რომ კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ და გახდებიან ამ ქსელის წევრები. მზის კარი შეიძლება ითქვას, რომ არის ადგილი, სადაც მოგზაურს შეუძლია რომ ავთენტური გარემო შეიგრძნოს, ესტუმროს სახლში მასპინძელს და ქართული გარემო, ასე ვთქვათ, სრულად შეიგრძნოს ქართული სტუმართმასპინძლობა, კერძები, ის ავთენტური გარემო, რასაც მთლიანობაში ქართული სტუმართმასპინძლობა ქვია. რეგიონების მიხედვით ჩვენ ყავს როგორც აღნიშნეთ 15 მონაწილე და მზის კარი რას მოიცავს? ეს არის თავგადასავალი, როდესაც ჩვენ სტუმრად მიდიხარ ქართულ ოჯახში, გარდა იმისა, რომ იმ რეგიონში, სადაც სტუმრობ, შეგიძლია რომ ადგილობრივი გარემო, სახლი, ინტერიერი, ყველაფერი ნახოთ როგორია კონკრეტულად იმ რეგიონში, ასევე კერძები მხოლოდ იმ რეგიონში, რასაც ტრადიცია და კულტურა გვთავაზობს, მხოლოდ ეს კერძები უნდა იყოს. გარდა ამისა, არის მზის კარელებში, ასე ვთქვათ, კიდე დამატებითი სერვისები, როგორც არის მასტერკლასები, მონაწილეობა ამ ქართული სუფრის შექმნაში. დიახ, ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ სწორედ იმიტომ, რომ ზოგადად ტრენდი მსოფლიოში მოგზაურობის მიმართ შეიცვალა და ძალიან პოპულარული ხდება და უფრო ესეთი საინტერესო და მიმზიდველი და რაც მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო ძვირადღირებული ავთენტური გარემოებების გასინჯვა, შეიძლება ესე ითქვას, თავგადასავლების და გამოცდილების მიღება და ადგილობრივ ადამიანებთან შეხება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო გადასული არის, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე, ძალიან აქტიურად ტურიზმში ტრენდები და ასე ვთქვათ, მიმართულებები გვთავაზობს შესაძლებლობას პოპულარული ხდება ადამიანებთან შეხება და მზის კარი სწორედ აი ამ იდეაზე ერთობლივად დაფუძნებული პროექტია და დიახ, ჩვენ შევავსეთ განაცხადი, ICTN არის ესეთი საერთაშორისო კულტურულ ტურიზმზე დამყარებული პროდუქტების, ასე ვთქვათ, კონკურსი, სადაც ევროპის მიმართულებით არის ევროპის ქვეყნებში, ასე ვთქვათ, სადაც ფინალისტებს შორის, 4 ქვეყანას შორის გავედით, ასე ვთქვათ, შორტლისტში, მოკლე კონკურსში დავცით საქართველო, ხორვატია, საბერძნეთი და ფინეთი. ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული პროდუქტები გვაქვს ამ 4 ქვეყანასთან. რამდენად დიდია შანსი, რომ საქართველო გახდეს 72 განაცხადი იყო და 72-დან 4-ში მოვხვდით და რა თქმა უნდა. ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. კი, ძალიან დიდი წარმატებაა და ვფიქრობ, რომ თანაბრად გადანაწილებული პროცენტული შანსები გვაქვს უყოლას. შემოდგომაზე სექტემბერში იქნება გამარჯვებულის გამოვლენა სექტემბერში და რა თქმა უნდა ეს აღიარება მნიშვნელოვანი არის როგორც პროექტისთვის, წარმატების თვალსაზრისით, ჩვენ უშუალოდ ამ პროექტისთვის არაერთი მედიატური გაგვიკეთებია. საერთაშორისო მედია ჩამოგვიყვანია სწორედ იმიტომ, რომ აი ეს ხაზი, რასაც ქვია ავთენტური გარემო, ეგრეთ წოდებული slow food, ნელა კვების
ასე ვთქვათ, მიმართულება, ხო, იყო ერთი პერიოდი 90-იან წლებში ეს სტრაფიკობა, რომ ძალიან პოპულარული იყო, ეხლა პირიქით არის, როდესაც შენ დრო და სივრცე გაქვს, რომ ნელა ისადილო ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა და ტურიზმის თვალსაზრისით, მოგზაურობის თვალსაზრისით, ეს არის მთელი რიგი გამოცდილება, რასაც მზისკარელთან თქვენ არ ვიცი თუ გყავთ რომ ჩვენ არაერთი მასპინძელი გაგვეცნია მაყურებლისთვის, თვითონ მზისკარალები როგორ ვარჩევთ და როგორი გარემოა არათუ მხოლოდ ამ ობიექტზე, არამედ მასპინძლებიც არიან, ასე ვთქვათ, ერთგვარი ელჩები, როდესაც მასთან სტუმრად მიდიხარ, ის რასაც გიყვება, რეალურად ის გრჩება მოგონება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსი, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში არსებობს და სტუმრს მასპინძლობის ტრადიციაზე არის დაფუძნებული, საერთაშორისო მასშტაბით უკვე აქტიურად არის გატანილი და ეს წარმატება ალბათ იქნება კიდევ ერთი წინაპირობა იმისა, რომ მზისკარელთა რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად ისინი იყვნენ არაერთი საერთაშორისო ვიზიტორის მასპინძლები. აი, როგორც ღვინის გზა არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, თქვენ იცით საქართველოში რომ მოგზაურობ, ძალიან ბევრგან არის მანიშნებელი ღვინის გზა. ხო, ეს რას ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს სადმე რო გადაუხვალ, არის მასპინძელი, რომელსაც აქვს მცირე წარმოება ღვინის, მარნის და გთავაზობს ერთგვარ ექსკურსს თუ როგორ აწარმოება ქვევრის ღვინო, გასინჯებს, ქვერს გახვდევინებს, ანუ აი ეს იმდენად პოპულარულია, ჩვენ 500-ზე მეტი მონაწილე გვყავს ამ გზაში და ვფიქრობთ, რომ მზისკარიც ახლა შეიძლება ვთქვათ 500 არა, მაგრამ არანაკლები იქნება წლებთან ერთად. კი ბატონო და ქალბატონია ზაფხულის სეზონი ტურისტული საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. შეფასებები მინდა გთხოვოთ ამ დროისთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, როგორია დინამიკა წელს საერთაშორისო ვიზიტორების ნაწილში, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, რაც არის თქვენი სამიზნე, რამდენად არის თქვათ გეოგრაფია შეცვლილი და შარშანდელი მაჩვენებლების ზრდა სტუელით წელს, რომელიც იყო რეკორდული. კი, ნამდვილად ველით. პირველი სეზონი, პირველ კვარტალზე რომ აღარ ვისაუბროთ, იცით რომ ძალიან კარგი პირველი კვარტალი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ვთქვათ ომი ძალიან აქტიურ ფაზაში იყო. ეხლა მეორე კვარტალის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მალე უკვე ივლისის შუა რიცხვებში გვექნება სეზონი, მიუხედავად იმისა, რომ ამინდები ყველგან მთელ მსოფლიოში ზაფხულით დადგა და ჩვენთან რუკავ ნახე სოციალურ ქსელში შემხვდა ყველგან რო იწვის სიცხისგან 50 გრადუსი რო და მარტო საქართველოს ტერიტორიაზე რომ არის სიგრილე და მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ელოდები კარგ ამინდს და სიცხეს, მე მგონი ამ გამოწვევების სიცხის გამოწვევების ფონზე პირიქით არის ჩვენი რეგიონი ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილია, გრილა, ბევრი ტურისტია ძალიან. სასტუმროებთან მქონდა კონტაქტი და ჯერ სტატისტიკა, რადგან არ არის ციფრებზე ესე კონკრეტულად საუბარს თავს ავარიდებ, თუმცა ხა სასტუმროებისგან ვიცი, რომ თითქმის 90-95% დატვირთულობა, ძალიან მაღალია დატვირთულობა და ვფიქრობთ, რომ ზაფხულის სეზონი წარმატებული იქნება. არის ფესტივალები, აჭარაში ძალიან ზღვის სეზონზე ძალიან ბევრი ღონისძიება არის, ჩვენ გვაქვს უკვე დავაანონსეთ 1 და 2 აგვისტოს შეკვეთილში გემოფესტი, სადღაც 2 დღის განმავლობაში როგორც გასტრონომიული თავგადასავალი, ასე ვთქვათ, დამატებითი ღონისძიებებიც იქნება, მუსიკალური გართობები, ბავშვებისთვის სივრცეები და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ ამიტომ ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის. და ამის წინაპირობა არის ალბათ მთელი წლის განმავლობაში ის აქტივობები, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად ახორციელებს. წლის ბოლომდე დარჩენილი გეგმების შესახებ მინდა გკითხოთ. ჩვენ წლის განმავლობაში გეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი სამიზნე ბაზრების მიხედვით, ხომ? ჩვენი სამიზნე ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაშორეული ქვეყნები, კორეა, სინგაპური, იაპონია, სადაც საკმაოდ აქტიურად გვაქვს როგორც მარკეტინგული ინტეგრირებული კამპანიები დაგეგმილი, რაც გულისხმობს ბევრ კომპონენტს. ეს არის ერთის მხრივ ყველაფერი, რაც საქართველოს ცნობადობას უწყობს ხელს, ეს იქნება ვთქვათ გარე რეკლამა, სატელევიზიო გადაცემები, პოდკასტები, ტრადიციული მედია საშუალებები, რადიოები, ყველაფერი მოკლედ, რაც ყველა მედიუმი, რაც იმ ქვეყანაში კონკრეტულად პოპულარულია და მომხმარებელი სარგებლობს და მეორეს მხრივ ყველა ის ღონისძიება, რითაც ბიზნეს სექტორს ხელი ეწყობა იმისთვის, რომ პარტნიორები გაიცნოს, სანდო ურთიერთობები დაამყაროს და საბოლოო ჯამში მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ხომ? და გაფართოებული ავიამიმოსვლაც არის ერთ-ერთი წინაპირობა, ხომ? ასეა და ცოტა დრო გვაქვს და აუცილებლად
მინდა გკითხოთ 15 ივლისიდან შანხაიში პირდაპირ ფრენების დაწყების შესახებ რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით და რა მოლოდინი? ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩინეთში გვყავს ჩვენი წარმომადგენლობითი კომპანია, მათთან ერთად გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მათ შორის შანხაის ტურიზმის ბორდთან და აქტიურად მთელი წლის განმავლობაში გვაქვს კამპანია, როგორც კონკრეტულად ჩინეთის მსხვილ ქალაქებში, ისე კონკრეტულად შანხაიში, სწორედ იმიტომ, რომ რადგან პირდაპირ რეისი იყო დაგეგმილი და 15 ივლისიდან, როგორც თქვენ აღინიშნეთ, უკვე პირველი რეისი შედგება და ვფიქრობთ, რომ აი ეს ორმხრივი ურთიერთობები ამ ნაწილში ჩინელებს უყვართ ახალი ქვეყნების აღმოჩენა და საქართველოს ამისთვის იდეალური ახალი დანიშნულების ადგილი. კი ბატონო და საქართველოს როგორც ახალი დანიშნულების ადგილი, გარდა იმისა, რაც გაჟღერებულია სამიზნე ქვეყნები, ვთქვათ 2027 წლიდან ახალი ლოკაციები და აქცენტები თუ არის განსაზღვრული. ჩვენ ყოველთვის ახალ ქვეყნებს ვსინჯავთ, შაშან მაგალითად პირველად ვიყავით კორეაში და წელს უკვე გამოფენა ქონდა სექტორთან ერთად, წელს სექტემბერში ტოკიოში მივდივართ, სინგაპურში მივდივართ. ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ქვეყნები ბიზნეს სექტორისთვისაც ესე საცდელად ვიწყებთ, რა თქმა უნდა ჯერიქ მიმოსვლა არ არის, თუმცა საცდელად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექტორმაც ნახოს, ჩვენც ნახოთ, ჩვენი ქვეყნის გაცნობა დავიწყოთ, რომ დივერსიფიცირებული ტურიზმული ბაზარი ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. იმიტომ რომ ხედავთ, ჩვენ ყველა ხედავთ, რომ ტურიზმი თავისთავად ძალიან მოწყვლადი სფეროა და თუ კი სადმე რამ ხდება პირველი ტურიზმზე და ავიაციაზე აისახება. ხომ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არ იყო ერთ ან ორ ბაზარზე, არამედ მაქსიმალურად შესაძლებლობები გაზარდო და ბევრად მეტ ქვეყანაზე ქონდეს წვდომა, რომ შესაძლებლობების შემთხვევაში უბრალოდ მოხდეს გარკვეულწილად ჩანაცვლება ბაზრის. კი ბატონო და ამას ჩვენი ქვეყანა ძალიან წარმატებულად ახერხებს, რასაც ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს ხოლმე, რაც ყველას ახარებს დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა 4-ვე სეზონის დაგემშვიდობებით. მაია უმიანძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო დილიდან ჩვენი სტუმარი.